მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ უგემრიელესი და უმარტივესი კექსი მოცვით, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ხილით მოამზადოთ, ან უბრალოდ გაურიოთ ქიშმიში ან ნიგოზი და უმარტივეს და უგემრიელეს უსწრაფესა და მოსამზადებელ დესერტს მიიღებთ. შინაურულის არხზე არის კექსების რეცეპტების მთელი ალბომი, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. ეს კექსი კი, როგორც ხედავთ, ძალიან მადი საუძროლად გამოიყურება, ამიტომაც აუცილებლად უნდა დავიწყოთ მისი მომზადება. მაშასე პირველ რიგში ჯამში მოვათავსოთ 2 კვერცხი 200 გრამ შაქართან ერთად. აქვე დავამატოთ წიკვი მარილი და დავიწყოთ ათქვეფა. აუცილებლად კარგად აუთქვეფოთ გათეთრებამდე. ხოლო გათეთრებამდე ათქვეფის შემდეგ დავუმატოთ 1 ვანილი და აქვე დავამატოთ 150 გრამი მაწონი ან არაჟანი. მაწვნის დამატების შემდეგ დავუმატოთ 100 მლ ზეთი. შეგიძლიათ ზეთი ჩაანაცვლოთ 120 გრამი კარაქით, ხოლო შემდეგ დავამატოთ 300 გრამი ფქვილი და 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი, რომელიც მიქსერის საშუალებით კარგად ავორიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფქვილი აუცილებლად კარგად და თანაბრად უნდა გაიხსნას და აი ასეთი სისქის ცომს მივიღებთ. როგორც ხედავთ, ცომი უსწრაფესად და უმარტივესად მოვამზადეთ. ახლა კი 1 სუფრის კოვზი ფქვილი დავამატოთ მოცვს და კარგად ავორიოთ. შემდეგ დავამატოთ ცომს და თანაბრად გადავანაწილოთ ფქვილიანი მოცვი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გაყინული მოცვიც გამოიყენოთ, ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ხილი, ან თუნდაც ქიშმიში, ან ნიგოზი და როგორც გითხარით, უგემრიელეს კექსს მიიღებთ. შემდეგ მომზადებული მოცვიანი ცომი გადავიტანოთ კარგ წასმულ კექსის ფორმაში. შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ფორმა გამოიყენოთ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე, ზედა და ქვედა წვაზე. ცხობის დრო არის დაახლოებით 40-45 წუთი. შემდეგ გამოვიტანოთ ღუმელიდან და გავსინჯოთ მზაობა ხის ჩხირით. გამომცხვარი უგემრიელესი მოცვის კექსი გავაცივოთ ფორმაშივე, ხოლო შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა. მე მოვასხი შესქელებული რძე. შეგიძლიათ მოასხათ თქვენთვის სასურველი თეთრი შოკოლადი ან რძიანი შოკოლადიც და ზემოდან მოვთეთ მოცვით. და უგემრიელესი, ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანი კექსი მზად არის, რომელსაც განსაკუთრებულ გემოს სცემს მოცვი. ამიტომაც აუცილებლად უნდა სინჯოთ ეს არაჩვეულებრივი კექსი, რომელიც, როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად, სწრაფად და ყოველთვის რომ გვაქვს ისეთი ინგრედიენტებით მზადდება. როგორც უკვე გითხარით, შინაურულის არხზე არის უამრავი თემატიკის სხვადასხვა ალბომი, სადაც ერთ-ერთი არის კექსის რეცეპტები. ამიტომ აუცილებლად დაათვალიერეთ შინაურულის არხზე სხვადასხვა ალბომები და თქვენთვის სასურველ, მარტივ და გამოცდილ რეცეპტებს ნახავთ. დღეს კი ამით გემშვიდობებით. აუცილებლად გამოიწერეთ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხი, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი რეცეპტი. და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ და დატოვეთ თქვენი კომენტარი. ხოლო რაც შეეხება რეცეპტის ინგრედიენტებს, ნახავთ ვიდეოს აღწერაში. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.